ფილმს ახმოვანებს geo.saitepi.g. დედა! ისევ სიზმარი დამესიზმრა. ის ბუხრი საკვამურიდან ჩაზვრა დაბლა და უზარმაზარ შავქოთანში ჩავარდა. ეს იყო დიდი შავი მგლის ბედი. მათ მგელი მართლა მოკლეს დედა? დარწმუნებული ვარ ასეა. მეც მოკლავ მონსტრს, როცა ისმოვა. თავს გაუტეხავ. ძილის დროა საყვარელო. უკვე ძალიან გვიანია. კიდევ წამიკითხავ? ძალიან დიდი ხნის წინ ერთ ზღაპრულ დღეში ცხოვრობდა 3 პატარა გოჭი და ერთი უზარმაზარი ბოროტი მგელი. რა მოხდა? არაფერი გამიტეხავს, უბრალოდ დამივარდა. ხომ გთხოვე რომ სახლში აღარ გესროლა? აი უყურე, როცა მონსტრი მოვა, აი ასე გავაკეთებ. გაჩერდი. ხელში არაფერი მაქვს. ხელში არაფერი არ მაქვს. ჭკვიანად იყავი. შემომხედე. გეყოფა სამუელ. შემომხედე. ჭკვიანად იყავი, გთხოვ? ხელში არაფერი მაქვს, ხელში არაფერი მაქვს. არ მინდა რომ კიდევ რამე იარაღი შექმნა. არაფერი არ გამოვა, თუ არ შემომხედავ. გეყოფა მონსტრებზე ფიქრი, კარგი? ასე არ გააკეთო. მზად ხარ? წავედით. მალე თორე მაგვიანებ. კარგად იყავი დედა.
ეს შენ ნორმა რძეა რა თქვენი რძეა რძე არ მინდა კარგი მაშინ ჩაის გაგიკეთებ სწორედ იქ სადაც ქალი უნდა იყოს სამზარეულოში მუშაობის დროა ქალბატონო ყავა გაგიკეთო არა ეს ავადმყოფო მალე გამაგიშებს რამდენიმე წელს შენც აღმოჩნდები არა ამელია შენი შვილი სკოლიდან ეკავენ ღმერთო ჩემო ვინმეს რამე დაუშავა ეს დართის ის არის შეიძლებოდა ვინმეს თვალში მოხვედროდა მას სერიოზულად დაველაპარაკები ამ თემაზე მისის ფენინგ ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და მისთვის ფსიქოლოგი შევარჩიეთ მასა დაკვირვება უნდა ვაზარმოოთ დაკვირვება მას სხვა ბავშვებისგან გამოვყოფთ დაკვირვება ინდივიდუალურად მხოლოდ მასზე მოხდება სამუელი მას ვერ შეეგუება ის თავს ისედაც განსხვავებულად თვლის მას დაველაპარაკები სერიოზულად დაველაპარაკები გპირდები მისის ფენინგ ბიჭს ყოფაქცევის ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს იცით სამუელს დამკვირვებელი არ სჭირდება მას უნდა რომ გავუგოთ მე კიდევ 24 პირველ კლასელი მყავს გინდათ რომ ყველა სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენო თქვენი შვილის გამო გონი აჯობებს სხვა სკოლა ვიპოვო თქვენ საქმეს მიხედეთ მე სხვა სკოლას მოვძებნი სადაც ჩემს შვილს ადამიანად ჩათვლიან და არა უბრალოდ პრობლემას რომელიც უნდა მოიშორონ ეს უსამართლობაა ჩრდილოეთ ბიჭუნას დახმარებას ვცდილობთ ხო ბიჭუნას ნოეძახი მას სამუელი ჰქვია დღეს რუბის და დეიდა კლეივს ნახავ პარკში. შეგიძლია იმდენი ხანი ითამაშო, რამდენი ხანიც მოგინდება, კარგი? მისის ბრუნი ვერ მიტანს. არა, ასე არა. უბრალოდ დასვენება გვჭირდება, სულ ესაა. დეიდა კლეივს არ უთხრა რაც მოხდა. მე თვითონ ვეტყვი მოგვიანებით. შემიძლია გავიმეორო. სამუელ გოგონას არაფერი დაუშავო. არა, ყველაფერი რიგზეა. სახლში წასვლის დროა, მამა გველოდება. მამა ჩემი სასაფლაოზეა. ის მაშინ დაიყო, როდესაც ჩემი საავადმყოფოში მიყავდა, მე რომ გავეჩინე. სამუელ. ბოდიშით ის უბრალოდ არა, ყველაფერი რიგზეა. არ უნდა მეთქვა. დედაშენ ძალიან გაუმართლა რომ მას შენ ყავხარ. ასე არაა? უნდა წავიდეთ. დაემშვიდობე, კეითი. კარგად. ხატვარი ისედაც რომ გული აერია. პირდაპირ მის გამოფენაზე. ასე რომ ყველა მყიდველი დავკარგეთ. არ მისმენ. გისმენ. ყველა მყიდველი დაკარგეთ. მერე რა მოხდა? რუბი, მათ ნუ თამაშობ, სველია. დე. მას თავი უნდა გავუტეხო. ფრთხილად იყავი. დე, თავი უნდა გავუტეხო. ოთხშაბათისთვის რა გავაკეთო? შემიძლია დაბადების დღის კექსი გამოვაცხო. ეს ძალიან ადვილია. იმედი მქონდა რუბი გადაიფიქრებდა. მას არ უნდა წვეულებაზე სემისთან ერთად წამოსვლა. დე, დედა. მას უნდა რომ პრინცესების წვეულებაზე წავიდეს. დედა. არა უშავს. არ მოვალთ. შეგიძლიათ მოხვიდეთ. მას უბრალოდ სემთან ერთად არ უნდა ყოფნა, სულ ესაა. მესმის. დე, შემიძლია უფრო მაღლა წავიდე, ნახე. იქნებ სხვა დროს მოგეწყო მისთვის წვეულება. ამ წელს, ოღონდ სხვა დღეს. ხო, ვნახოთ. ამელია უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო და ეს წვეულებების ამბები ყველაფერს სურევს. ამის გამო თავს საშინლად უგრძნობ, თავს ცუდად ნუგრძნობ, კლერ. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი რიგზეა. დე, შემომხედე. აქ ვინ მოსულა? გამარჯობა მისის რაუჩ. დაღლილი ჩანხარ. დღეს ომში იყავი? რამდენიმე ომში. მას უბრალოდ გრძელი დღე ჰქონდა. სულ ესაა, უბრალოდ დაიღალა. საწყალი ბავშვი. ბაქსი, გამარჯობა საყვარელო. შენს დაღლილი ჩანხარ ძვირფასო. რამე ხდება? 5 წელი უძილობა ასე თავის ყვალს ტოვებს მაინც. თქვენს ნაგავსაც გავიდან გრეის. არა. ეს ესაა მოხვედი. არა უშავს, პრობლემა არაა.
დღეისთვის შენ აირჩიე. ეს სად იპოვე? თაროზე. თუ ერთხელ მაინც შეხედავ ან მის ხმას გაიგებ, ბაბადუქს თავიდან ვეღარ მოიშორებ. თუ მართლა ჭკვიანი ხარ და კითხვა შეგიძლია, შენ შეგიძლია განსაკუთრებული მეგობარი შეიძინო, რომელსაც ვერ დაივიწყებ. მას მისტერ ბაბადუკი ქვია და ეს მისი წიგნია. გრგვინავი ხმა და 3 კაკუნი. ბაბადუკ დუკ დუკ. როდესაც ის ახლოსაა, მას ადვილად დაინახავ თუ შეხედავ. ბაბადუკ დუკ დუკ. იქნებ სხვა რამე წავიკითხოთ. შენ არ მითხარი დღეისთვის შენ ირჩევო. მას თავზე ასეთი ქუდი ახურავს. სასაცილო არა? ღამით მას შენს ოთახში შეხვდები. დე, ის ბავშვებს ჭამს? დედიკო, ის ლოგინის ქვეშ ცხოვრობს. დედა. რა საოცრად ჟღერს ეს სიმღერა, რომელიც იმ ბედნიერებასა და სიყვარულზე მოგვითხრობს, რომელიც ოკეანის ფსკერზეა. Oh, yeah, that's what the doctor ordered. დე, ის ჩემს ოთახშია. რა? ბაბადუკი. არა. არა. ეს არ უნდა მომხდარიყო. ყველაფერი მოგიჩვენა. კარადის კარი დაგეტილი იყო, ახლა კი ღიაა. ეს უბრალოდ წიგნია. ის ვერაფერს დაგიშავებს. შენ რთული დღე გქონდა. უბრალოდ გადაიღალე.
არ მინდოდა რომ რამე მოხსნოდა დე. არაფერი არ მომივა, სემ. მე შენ დაგიცავ. Mom, it's 9 o'clock. ეს აღარ განმეორდება. არა, ჩემი და მოიყვანს. უკან წაიღე, სემ თორე გადავაგდებ. ბოდიში, რა თქვით? არა, ტელეფონთან ვერ მოვედი, ის ცუდად იყო. დიახ, არაფერი სანერვიულო. მალე გნახავ. სამუელ, დეიდაკლეს მონსტრებზე არაფერი უთხრა. სამუელ, არც ბაბადუგზე უთხრა. გასაგებია? 88 ნომერი 88. ორი მსუქანი ქალბატონი. შვენიერია, ელენ. კიდევ რამოდენიმეც და მალე ვიღაც ბინგოს დაიძახებს. ნომერი 11. ვის აქვს ნომერი 11? ორი ფეხი, 11. აბა, კიდევ რა გვაქვს? 5 მილიარდი. ვინმეს აქვს 5 მილიარდი? შენ მელოდოს თამაშის სტილმა გამოუცა. კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? დივინგის საქმე როგორ მიდის? შვენივრად. უბრალოდ ბებრები არიან. აუცილებელია რა თავი მომაჩვენე რომ კარგად ხარ. უბრალოდ პატარა სტრესი მაქვს. სახლს რატომ არ მიდიხარ? ხომ იცი ეს ბებერი ზოგნაჭამის შემდეგ მიდის. შემიძლია დაგეხმარო? მართლა? ხო. ჩემს ანაზღაურებას მოგცემ. არა, რა სისულელეა. შენი შვილი ხომ ცუდადაა. ცხოვრება ძალიან მოკლეა. რა საყვარელი ხარ, რობი? შეგეძლია წახვიდე? ხო. სემს შემგან მოკითხვა გადაეცი. გადავცემ. სადიყავი? სამსახურში არ ყოფილხარ? მილიონჯერ დაგირეკე. რა მოხდა? მან რუბი შეაშინა. მთელი დღე ასისხლიან ბაბადუგზე ლაპარაკობს. რამისა უკვე მეც შემაშინოს. ძალიან წუხვარ. ის ვინმეს უნდა აჩვენო, ეს ნორმალური არაა, როდესაც ბავშვი ამდენ სისულელეს ფიქრობს. ეს სისულელი არ არის, ეს სიმართლეა. დეიდაკლეს ასე ნუ ელაპარაკები. ასაფეთქებლები სად იპოვე? შენ მიყიდე ინტერნეტით. კარგი, საკმარისია ინტერნეტის. ბაბადუკი რომ ნამდვილი იყოს, ხომ დავინახავდით? თავიდან უბრალოდ გაშინებს და შემდეგ დაგენახება. საერთოდ არ მეშინია. შეგეშინდება, როცა ღამით ჩვენს სახლში აღმოჩნდება.
საკმარისია. შეგეშინდება როცა შეგინდან დაგიწყებ სჭამას. გადავწყვიტე რუბის სწავლებაზე არ წავიდეთ. არანაირი ნამცხვარი და აღარც თამაშები. სამუელ. ქალბატონებო და ბატონებო, დედა და მამა. ცხოვრება ყოველთვის ისეთი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. It can be a one, ეს შეიძლება გასაოცრად ლამაზი იყოს, მაგრამ ასევე შეიძლება ძალიან საშიშიც აღმოჩნდეს. don't worry. ნუ ღელავ მამა, დედას მე დავიცავ. I'm gonna trust the best. აი ბაბა დოქტორსაც დავიჭერ. და როცა დავიჭერ, მე ასე მოვკლავ. სამუელ. რაღაცას ვეძებდი. მან მხოლოდ მამა შენის ნივთებია. ის მამა ჩემია, ის მხოლოდ შენი არაა. უბრალოდ მოვედი რომ მენახე როგორ ხარ. შეიძლება შემოვიდე. ჰეი, მეგობარო. ეს შენ. და ჩემ შეძლოს თფრნავის მოდელები მოქონა როცა ცუდად ვიყავი. მე ცუდად არ ვარ. მე მეგონა ხო, სიმართლე გითხრა ცუდად არა. ის ისეთი გაუგონარია რომ სკოლაში აღარ უშვებენ. შენ თქვი რომ ეს ასე არაა. რამდენი 6 წლის ბავშვს იცნობ, რომლებსაც ჯერ კიდევ ჯერათ მონსტრების. ვერ გიტან, ის დაბადების დღეზე არ მეშვებს და უფლებას არ მაძლევს რომ მამა მყავდეს. არ შეჭამო. ეს ბაბათუკმა გააკეთა დე. წადი და DVD-ს უყურე, რამე სხვას მომამზადებ. ეს ბაბათუკმა გააკეთა. უბრალოდ წადი და DVD-ს უყურე, სამუელ. Welcome to the Great Martin's DVD School of Magic. Life is not always as it seems. It can be a wondrous thing, but it can also be very treacherous. In this DVD, you will learn magic tricks to surprise, to delight, and perhaps even shock your family and friends. შენი აზრით ეს სასაცილოა? არა. ახლავე მომეცი. სიკვდილი გინდა?
არ შემოუშვა, არ შემოუშვა, არ შემოუშვა, არ შემოუშვა, არ შემოუშვა, არ შემოუშვა. დე, რუბის დაბადების დღეზე არ წავალთ? ასეთი უკვე მაქვს, დედა. ეს მისი ტყუპის ცალი იქნება. მათ შეეძლებათ ერთად წავიდნენ საყიდლებზე. წამოდით, გოგოებო. წადი ითამაშე. ის უბრალოდ ძალიან დაიღალა. წადი და ითამაშე, გთხოვ. კლერმა თქვა, რომ თქვენ მწერალი ხართ. არა, სიმართლე გითხრათ უკვე აღარ. რა ჟანრის წიგნებს წერდით? მოთხრობებს წერდი ჟურნალისტის, რომლებიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. უბრალოდ შენ საქმეს უნდა დაუბრუნდე. ალბათ ძალიან რთულია. მე მოხალისედ მუშაობ ღარიბ ქალებთან. რამოდენიმე მათგანმაც დაკარგა ქმარი. და მათ ეს ძალიან რთულად გადაიტანეს. რიჩარდთან საქმეები როგორ მიდის? მშვენივრად. ახლა ის უფრო მეც მუშაობს. ბავშვებთან თითქმის მთელი დღე მიწევს ყოფნა. სავარჯიშო წასასვლელი დროც კი აღარ მაქვს. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. სავარჯიშო წასასვლელი დროც აღარ გაქვს, თავს როგორ ართმევ? შეგიძლია ამაზე საკმაოდ ბევრი ილაპარაკო, საცოდავ ღარიბ ქალებთან. ეს ჩემი სახლია. შენი აქ ყოფნა არ შეიძლება. მე ხომ არაფერს ვაშავებ. მადლობა. ნახვამდის. მადლობა. მადლობა. ნახვამდის. საიდან დაიწყეს დედაშენმა ეს სიმართლეა თუ არა? ის ჩვენ სახლში რას დროს ყოფილა? მამამ უთხრა დედას, რომ შენ სახლში არ მოსულიყო, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენია. ბაბადუკი ისაუბრებს დედაშენით და მას ხელებს მოაწყვეტს. გაჩუნდი. მე მათი შეცოდება არ მჭირდება. ღმერთო, ამილია, მაშინვე როგორც კი ვინმე ოსკარს ახსენებს, თავს ვეღარ აკონტროლებ. ასე არაა. ეს 7 წლის წინ იყო. გონი დროა ცხოვრება გააგრძელო. ვცდილობ ცხოვრების გაგრძელებას. მას არ ვახსენებ, მასზე არ ვსაუბრობ. მასზე რამე ვთქვი საერთოდ. შენ ისეთი ცუდი ხარ, რომ მამაც კი არ ყავს. მამა ყველას ყავს, შენ კიდე არა. მე მყავს მამა. შენი ცხოვრების ისტორიებს ყოველთვის უსმენ. შენ კი არასდროს დაინტერესებულ ხარ ჩემი ცხოვრებით. სიმართლე არ არის. მაინტერესებს შენი ცხოვრება. ჩემთან სახლშიც კი არ მოდიხარ, იმიტომ რომ შენ შვილთან ყოფნა არ შემიძლია. ვერ ვიჯერებ რომ ეს თქვი. შენ თავადაც არ შეგიძლია მასთან ერთად ყოფნა. მამა შენი იმიტომ აკვდა რომ შენთან ერთად ცხოვრება არ უნდოდა. ასე არ არის. და არც დედა შენს არ ჭირდები. შენ არავის არ ჭირდები. ფილმს ახმოვანებს ჯეო წერდილი, საიტები წერდილი ჯი. რა ჩაიდინე? მან თქვა რომ მამა არ მყავს და ამას კიდევ მეორებდა. კარგადაა. აქ დარჩი და ბავშვებს ყურადღება მიაქციე. თუ გინდა რომ კიდევ ვინმე დაშავდეს. დედა მას ჩემი არ სჯეროდა. რატომ არ შეგიძლია ნორმალურად მოქცევა? ბაბადუკი არ არსებობს. მოშორდი. მოშორდი. სამუელ.
შეწყვიტე. მაშორდი. გთხოვთ, დამეხმარეთ. ჩემს შვილს რაღაც სჭირთ. ჩემი აზრით კუნჩხვები ციებ-ცხელებამ გამოიწვია. ეს ტვინის გადახურებისას ხდება. მსგავსი არაფერი მინახავს. უნდა დაუცადოთ ანალიზის პასუხებს. სხვა ანალიზის პასუხები ნორმალურია. ის აშკარად მაღალი დონის შფოთებისგან იტანჯება. და ეს მონსტრების ისტორიებთანაა დაკავშირებული. ეს ძალიან ცუდია. ყველა ბავშვი ხედავს მონსტრებს. მაგრამ არა ასე. და ყველაფერი უარესდება. ის აგრესიული გახდა. ფსიქიატრს უნდა აჩვენოთ. შემიძლია გაგაგზავნოთ. რამდენიმე კვირა დასჭირდება. კარგი იქნება. მაგრამ შეგიძლიათ ახლა რამე წამალი მომცეთ. იმისთვის რომ კარგად დაეძინოს. მხოლოდ იქამდე სანამ ფსიქიატრი მიიღებს. ძალიან გთხოვთ. უკვე რამოდენიმე კვირა არ მიძინია და არ ცამუელს და როდესაც ღამით სახლში მივდივართ, კოშმარები ისევ მოდიან მასთან. და მე უკვე ვეღარ ვუძლებ ამას. შემიძლია დამშვიდებლის მოგლა კურსი გამოგიწეროთ. მხოლოდ იქამდე სანამ ანალიზების პასუხს მივიღებთ. დედების უმრავლესობა ამას არ იყენებს, სანამ ყველაფერი კრიტიკული არ გახდება. ყველაფერი კრიტიკულადაა. მედიკამენტმა შეიძლება ბავშვი მოთენთოს და შეიძლება გულისრევას გამოიწვიოს, მაგრამ ძილში ნამდვილად დაეხმარებიან. ერთი კვირისაა. მადლობა. რატომ არ მოწონვარ ხალხს? ამას რატომ ამბობ? რუბი ამბობს, რომ ხალხს არ მოწონვარ, რადგან ძალიან უცნაური ვარ. ხანდახან ხალხი ისეთ რამეს ამბობს, რაც სიმართლე არ არის. უბრალოდ წამალი უნდა დალიო და კარგად აგეცინება და ნუ ღელავ. არ მინდა რომ მოკვდე. მე ჯერ კიდევ დიდი ხანი არ მოკვდები. მამაზეც ასე ფიქრობდი, სანამ გარდაიცვლებოდა. მოდი უბრალოდ დალიე წამალი და დაიცინე. ხვალ დასვენების დღე მაქვს. იქნებ სადმე წავსულიყავით, ჰა? ასე ბაბადოგი გაქრება, არა? ფიქრობ რომ კი, მაგრამ უნდა შემპირდე რომ მას აღარ ახსენებ. პირდები რომ დაგიცავ თუ შენ დამპირდები რომ დამიცავ. აი, მაშინ აღარ ვახსენებ ბაბადუგს. გპირდები რომ დაგიცავ. მიდი. დაწექი. აი ასე. შეგიძლია ჩემთან დარჩე. კი, მიყვარხარ დედა. მეც მიყვარხარ.
ცხვირი 2 ადგილას აქვს გატეხილი. ოპერაცია დასჭირდება. ყველაფრის საფასურს მე გადავიხდი. შენ შენს გადასახადებსაც კი ვერ იხდი. მის მინე ახლა მეჩქარება. კლერ, როგორც ჩანს მე და სამუელს ვიღაც დაგვდევს. რა? ჩვენ სახლში წიგნი გაჩნდა. მე ის დავხიე და გადავაგდე, მაგრამ ვიღაცამ დააწება და ზღურბლთან დაგვიტოვა. ამელია, ამჟამად შენი დახმარება არ შემიძლია. დახმარებას არ გთხოვ. უბრალოდ მსურდა, თუ ასე ნერვიულო პოლიციაში ეტყობინე. უნდა წავიდე. კლერ? Hello. გამარჯობათ. მინდა მოგახსენოთ, რომ ვიღაც მე და ჩემ შვილს დაგვდევს. შეგიძლიათ მითხრათ რა მოხდა? ვიღაცამ საბავშვო წიგნი გამოგვიგზავნა. და ის შეცავდა ძალადობრივ გრაფიკულ გამოსახულებებს, თუ როგორ კლავდნენ მე და ჩემ შვილს. შეგიძლიათ წიგნი მაჩვენოთ. მე ის დავწვი. თქვენ ის დაწვით? დიახ. მაშინ სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებით. ის ტელეფონზეც მირეკავს. და რას ამბობს? არაფერს. უბრალოდ რაღაც ხმებს გამოსცემს. და როგორ მიხვდით, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნება იყო? წიგნში დაწერილის მიხედვით. რომელიც დაწვით, არა? დიახ. კარგით. დაივიწყეთ, რაც გითხარით. დაასრულე შენი საქმეები. მისის როუჩს პარკინსონის დაავადება აქვს. ამიტომ ხელები ასე უკანკალებს. სამუელ ყველაფერი არ უნდა თქვა, რაც თავში აზრად მოგივა. არა უშავს ძვირფასო. სურდა რომ მიზეზი გაეგო და ჩვენც გავესაუბრეთ. ის ისე ხედავს ყველაფერს, როგორც რეალურად არის. ოსკარიც ასეთი იყო. ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა. აუცილებელია, რომ ყოველთვის ის ახსენო. გამარჯობა, ბექსი. გამარჯობა. არ მოხვიდე აქ. არაფრის ყიდვა არ მინდა. თქვენ ამელია ვენიკი ხართ? დიახ. მე ორენ ნიუტონი ვარ, ის კი პრიუფლენერი. სოციალური მომსახურების განყოფილებიდან ვარ. ჩემი შვილი სულ რაღაც 2 დღეა სკოლაში არ ყოფილა. ის ბებიჯ ბეიში არ არის დარეგისტრირებული. ნება მოგვეცით შემოვიდეთ და სამუელს შევხვდეთ. თქვენ კი დოკუმენტებს გაჩვენებთ. თქვენ რომ მოხვედით, ჯერ კიდევ სახლს ვალაგებდი. წუხვარ. აქ ისეთი არეულობაა. გამარჯობა, სემუელ. მე პრიუ ვარ, ეს კი უორენი.
როგორ ხარ? ცოტა დაღლილი ვარ ამ დაბლდების გამო დედა რომ მასმევს. უბრალოდ ამაწყნარებლებს ვასმევ. ექიმა გამოუწერა. გუშინ შეტევა ჰქონდა. მართლა ძალიან დაღლილი ვარ. ეს ცუდი ამბავია. შეგიძლიათ ჭიქაწყალი დამალევინოთ? დიახ, რა თქმა უნდა. ახლავე მოგიტანთ. აქ ისეთი არეულობაა. სახლში ხოჭოები შემოიჭრნენ. საერთოდ ამ შემთხვევაში დეზინფექციას ვატარებ ხოლმე. უფრო სწორად უკვე ჩავატარე, მაგრამ მაცივრის უკან კედელში ხვრელი აღმოვაჩინე და სწორედ ამიტომ. უფრო სწორად კედელში კი არ არის ხვრელი. შპალერში იყო ხვრელი. და ჩემი აზრით სწორედ იქ დებდნენ კვერცხებს. როგორც ჩანს, ცუდ დროს მოგაკითხეთ. ამ ფურცლებს დაგიტოვებთ. და ერთ კვირაში დაუბრუნდებით. აი ჩემი სავიზიტო აპარატი. დედა, გონი ახლა ვარწყევ. ეს რა ხმა იყო? მე არაფერი არ გამიგონია. ქარი ქრის და კარი ჯახუნობს. გონი სახლში მოჩვენება გვყავს. დედა, მე წავალ დავიწინებ. ცუდად ხარ? ო, არა, ბებია. ჯერ მხოლოდ 6 საათია. არ გინდა კიდევ დარჩე ცოტა ხანს დედიკოსთან? არა. თუ ახლა დაიძინებ, წამლები არ იმოქმედებს. ცოტა ხანი უნდა გეღვიძოს, ძვირფასო. Where's the smaller Skip? Squirrels don't leave their babies about. Are you off now, Dad? Yep, as soon as I fuel up. Tell Jerry I'll keep in touch on the radio, and I'll be back before breakfast the day after tomorrow. და პრინცი და პრინცესა ცხოვრობდნენ ბედნიერად ლამას სასახლეში, სანამ სიკვდილმა არ დააშორა ისინი.
ვაკეთებთ? ქვემოთ ჩავდივართ. რატომ? იმიტომ რომ ასეა საჭირო. არა. Clean and polished shower doors or mirrors for a streak-free shine. As part of this steaming special, we'll even include the garment and upholstery. არა, არ მინდა რომ სამსახურში ვინმეს გადავდო. კარგით, სხვებს გადაეცით ჩემი სმენები. ახლა სწორედ ეგ მჭირდებოდა. დამნაშავე ხომ არ ვარ, რომ ცუდად ვარ. რა გავაკეთო? თავად წასულ ხარ ჯანდაბაში. დე, წამლები დავლიე, მაგრამ ისევ ცუდად ვარ. საჭმელი უნდა ვჭამო. მასივარში ვერ ვიპოვე საჭმელი. შენ კითხვი წამალი საჭმელის შემდეგ უნდა მიიღო. ძალიან მშია, დედა. ყოველთვის რატომ ყბედობ. ოდესმე გაჩუმდები? მე უბრალოდ ახლა ძილი მჭირდება. ბოდიში, დედა, ძალიან მშია. ხო და თუ გშია წადი და განავალი ჭამე. მაპატი, არ ვიცი ეს რატომ თქვი. საშინლად გამომივიდა. უბრალოდ საერთოდ არ მეძინა. არ ვიცოდი რას ვამბობდი. რაიმეს მოგიმზადებ. ახლა რა შეჭამდი? უკვე აღარ მშია. სახლიდან უნდა გავიდეთ აუცილებლად. დიდი ხანია სახლში ვართ დამწყდეულნი. სწორედ ეს არის პრობლემა. არ გინდა უოლისში წავიდეთ. რასაც გინდა იმას გიყიდი, კარგი? საუზმეზე ნაყინსაც კი გიყიდი თუ მოისურვებ. გაჩერდიახლავე. ჭიქა დადგი. გაჩერდი, დაჯექი. არა, დებილო. თავად ხარ დებილი. დაჯექი გთხოვ. ჭიქა დამიბრუნე. სად მივდივართ? უბრალოდ სურს რომ ცოტა ხანს მანქანით გავისეირნოთ. პირდაპირ ჩემს საპირისპიროდ მოქროდით. ახალ-ახალი მანქანა რაზე ფიქრობდით? თან სამ მდგომარეობაში ბავშვი უკან გიზით, არა? შეიძლება ვიღაც მოგეკლათ. ჰეი, სად მიდიხართ?
შეშლილი ძუკნა. გამარჯობა ძვირფასო. დედიკო. შემიძლია დეიდა კლერს დაურეკო. შემიძლია დაურეკო და ის მოვა. დეიდა კლერს ჩვენთან საუბარი აღარ სურს. დედა შემომხედე. აქ ძალიან თბილი და კარგი წყალია. არ მინდა რომ წახვიდე. არსად არ მივდივარ. დედა. ვფიქრობ დღეს აქ არ უნდა დავრჩეთ. შემიძლია მისის როუჩს დაურეკო. არ მინდა რომ ვინმეს დაურეკო. უბრალოდ ძილი მინდა. ნუ მეხები. სახლში რაღაც არის. სახლში ვიღაც არის. მისის როუჩ, შეიძლება ამ ღამით თქვენთან დავრჩეთ. წუხვარ გრეისი. თქვენ სახლში შემოიჭრნენ? სემა მითხრა რომ არა, ყველაფერი კარგადაა. სემუელი ისევ ძალიან მეურჩება. მე კიდე ისე ამნერვიულდი. მე ვუთხარი არავის დაურეკოთქო. ჩემთან დარჩენა მთხოვა. არა, კარგად ვართ. ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ცოტათი თავი მტკივა. ახლა კი უნდა წავიდე გრეისი. ბოდიში რომ ასე შეგაშფოთეთ. არა უშავს. შეხვედრამდე. ნუ ინერვიულებთ. შეხვედრამდე. ხომ გითხარი არავის დაურეკოთქო. შენ კი შეგნებულად არ დამემორჩილე. მისის როუჩის შეშინება გინდოდა? მოხუცი ქალის შეშინება გინდოდა, რომელიც ისედაც ძლივს დადის? გინდა რომ ისი ცავად გახდეს? ახლავე მოიხსენი 6 წულელე. მაინდა-მაინც ამ ზომების მიღება უნდა დამჭირდეს, რომ მეზობლების წინაშე არ შემარცხვინო. იქნებ ეს დაგეხმაროს.
ბოდიში დედიკო, ბაბადუკმა გამოიწია ჩვენი ავარია. რა თქვი? მე ვთქვი ბაბადუკი. ბაბადუკი არ არსებობს, სემუელ. ის უბრალოდ შენს პატარა სულელთავში გამოგონილი პერსონაჟია. არ მინდოდა რომ ის შემოგეშვა. მე ვიზრუნებ, რომ დღეს არავინ არ შემოვიდეს. გასაგებია, სემუელ, ამ ღამით არაფერი არ შემოვა ჩვენ სახლში. არაფერი. თავს ცუდად გვგრძნობ. თუ წამალს არ დალევ, კიდევ უფრო უარესად გახდები. დედა, მგონი არ მჭირდება წამლები. მე დედა შენი ვარ, შენ კი ჩემი შვილი, ხო და დალიე წამალი. ოჩაღ. დედა, გამარჯობა, ბაქსი. გამარჯობა, ძვირფასო. ჩემთან მოდი, ძვირფასო. ესეც ასე. იქ კიდევ ბევრი დარჩა. ფილმსახმოვანებს ჯეო წერდილი საიტები წერდილი ჯი. What's the secret? No, not for a minute. Don't lie, you called me a Jezebel fly. Oh, the North Natural Corset. Fresh meat. Only 5 and... You don't want to go in there all by yourself, do you? პოლიციამ განაცხადა, რომ ქალმა საკუთარი შვილის სამზარეულოს დანით დაჭრა. ბავშვის გვამის სარდაფში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ის პოლიციელსაც დანით დაესხა თავს. რის შედეგადაც მას ესწროლეს და მოკლეს. ტრაგედიის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მეზობლები ამბობენ, რომ დღეს ბავშვის დაბადების დღე იყო. დღეს ის 7 წლის გახდა. სემუელ. დედიკო, გაიხვიცე. მაგრამ ახლა ხომ პირიქით შენ გძინავ, ძვირფასო. იქ ნუ შეხვალ. იქ საფრთხე გელის.
მეგონა რომ მოკვდი. მეგონა მკვდარი იყავი. შეგვიძლია ერთად ვიყოთ. უბრალოდ ბიჭი მომიყვანე. სემუელს გულისხმობ? მომიყვანე ბიჭი. მომიყვანე ბიჭი. მას ბიჭს ნუ ეძახი. გონი იწვიმებს. არა. არა. ეს არ ხდება. ეს არ ხდება. ეს რეალურად არ ხდება.
სემუელ ბეგს დაშავებულია და დახმარება უნდა გამოვიძახოთ. ხომ არ გინდა რომ ის მოკვდეს? სემუელ მისმენ მე? შემომიშვი პატარა ნაბიჯვარო. შემომიშვი. 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 შეპატარა ღორო 6 წლის ხარ და ჯერ კიდევ იფსამ. არ იცი რამდენჯერ მიოცნებია რომ შენ მომკვდარიყავი მის მაგივრად. უბრალოდ მინდა ბედნიერი ყოფილიყავი. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო. ზოგჯერ მანამ მინდა გარტყმევინო კედელს თავი, სანამ შენი ტვინი არ გაასხამს. შენ დედა ჩემი არ ხარ. რა მითხარი? გითხარი შენ დედა ჩემი არ ხარ მეთქი. მე დედა შენი ვარ. გაიქეცი, იმაზე სწრაფად ვიდრე შეგიძლია. მომშორდი. იარაღები თამაში ხომ აგიკრძალე. ბოდიში ძვირფასო, ვიცი რომ გვიანია, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ შენთან ყველაფერი რიგზია, ყველაფერი კარგად არის. ვიცი რომ წელიწადის ეს დრო შენზე საშინელად მოქმედებს. ვიცი რომ არ გინდა ამაზე ვისაუბრო და არც ვისაუბრებ, მაგრამ სურს იცოდე რომ შენი და სემის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ორივე მიყვარხართ. სემუელ ბოდიში ხვდები რომ გეშინია. რაც მამა შენი გარდაიცვალა, მას შემდეგ ცუდი დედა გავხდი. ძალიან ცუდი დედა. მიავადვარ სემ. დახმარება მჭირდება. ახლახას მისის როგორც ვესაუბრე. ამაღა მასთან დავრჩებით. შენც ხომ ეს გინდა? მინდა რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო, სემ. მინდა რომ მამა შენთან წაგიყვანო. იქ ყველაფერი მშვენიერია. შენ ბედნიერი იქნები. აპატიე დედიკო.
დედა მე შენ არ მიგატოვებ დედიკო შენ პირდი რომ ერთმანეთს დავიცავდით ვიცი რომ არ გიყვარ ვარ ბაბა თუ კი არ გაძლევს ამის ნებას მაგრამ მე მიყვარხარ დედა და ყოველთვის მეყვარები შენ შემოუშვი და შენვე უნდა გამოუშვა არ მინდა რომ წახვიდე არა დედიკო დედიკო რა მოხდა? შენ ბაბადუქს ვერ იშორებ. რა გინდა? არა. ღრმად ისუნთქე. მოითმინე ზურფასო. კიდევ 10 წუთი და ჩვენს ადგილას ვიქნებით. არა. გონი იწვიმებს. გაჩერდი.
შენ არავინ არ ხარ. შენ არაფერი ხარ. ეს ჩემი სახლია. შენ ჩემ სახლში შემოიჭერი. თუ კიდევ ერთხელ შეეხები ჩემ შვილს, მოგკლავ. დედიკო, გაჩერდი. არ გინდა. დედა. დედიკოს ფეხი არ ატკინო პატარავ. არა უშავს, ნაკერები უკვე მომხსნეს. რომელ საათზე აღნიშნავთ? 3 საათის შემდეგ ნებისმიერ დროს მობრძანდით. მაშინ რამოდენიმე საათში შევხვდებით. დროებით, სემ. ეს სკოლა შესანიშნავი არჩევანია. მის შესახებ ბევრი წავიკითხე. და ვფიქრობ, რომ სემი კარგად იქნება. უკვე 2 კვირაა სკოლაში არ ყოფილა. დაბრუნების დროა. რაღაცების მოსაგვარებლად დრო გვჭირდება. დღეს წვეულება გაქვთ, არა? დღეს სემის დაბადების დღეა. პირველი დაბადების დღე, რომელთაც აღნიშნავთ. არ არის მართალი. მართალია. წელს პირველად აღნიშნავთ. რა უცნაურია. ჩემი მეუღლე იმ დღეს დაიღუპა სემი რომ დაიბადა. ის მაშინ დაიღუპა, როცა დედაშემი მიყავდა საავადმყოფოში ჩემს გასაჩენად. სემი მამამისს ჰგავს. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. წვეულება ძალიან მხიარული რამეა, განსაკუთრებით კი საბავშვო წვეულება. ჩემი დეიდაშვილი არ მოვა, რადგან ცხვერილად გლას გაუტეხე. მომეცით, გამოგართმევთ. შვენიერი ნასროლია. ნახე, კიდევ ერთი.
შენი თასი სად არის? ვაუ, დღეს ბევრი შეგიკროებია. დღეს შეიძლება რომ ვნახო. როდესაც გაიზრდები, ერთ დღესაც ნახავ. ახლა კი ეზოში გადი და მანამდე არ შემოხვიდე, სანამ არ დაგიძახებ. ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. როგორ არის? დღეს ყნარად არის. მოდი ჩემთან. ნელ-ნელა ქრებადე. დაიცადე. ახალი ფოკუსი ვისწავლე. ცხოვრება ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. არაფერი მიჯერავს. რა მაგარია? არ დამისრულებია. Abracadabra! ეს როგორ გააკეთე? მოდი ჩემთან. დაბადების დღეს გილოცავ, ძვირფასო. ფილმს ახმოვანებს ჯეო წერდილი საიტები წერდილი G.